სოფელი ოფჩა და ღვინო ოფჩა. შემოდგომის იმერეთს რას ჯობს, მით უმეტეს თუ ზესტაფონიდან ბაღდათის მიმართულებით მიდიხარ და გადაყვითლებულ ვენახებში ჯერ კიდევ რთველი მოსასწრებია. მოსასწრები და გასაოცარი ღვინო გასაკეთებელი და საკპატენტისა და იმედის დღის ერთობლივი ექსპედიცია სწორედ იმერეთში ბრძანდებოდა და მოდით ახლა ვნახოთ რითია გამორჩეული და განსაკუთრებული ეს არაჩვეულებრივი სოფელი. გამარჯობა. ეს ქარხანა, რომელიც ახლა სუროში და ლეღვის ტოტებშია გახვეული, ერთდროს დუღდა და ოფჩის საუცხოო და საუკეთესო ღვინოს აკეთებდა. მერე საბჭოთა კავშირის დროს დაინგრა, გაიყიდა, დაიშალა, თუმცა არ დაანგრეულა და არ დაშლილა ტრადიცია, რომელსაც ნამდვილი ოფჩის ღვინო ჰქვია და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ ღვინით და მის პოპულარიზაციას ეწევიან საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოდით ახლა ერთად გავიგოთ რა პერსპექტივა აქვს ზოგადად ოფჩის ღვინოს. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ეს ღვინის ქარხანა თავის დროზე 30,000 ტონა ყურძენს ამუშავებდა. მაშინ სოფელში მეღვინეობაც წამყვანი დარგი იყო და ადგილობრივების 80% სწორედ მევენახეობას მისდევდა. 1920-იან წლებში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ძველი ღვინოების პარალელურად შეიქმნა ახალი სამარკო ღვინოები. მათ შორის იყო ცოლიკაური ოფჩა. პროფესორ კონსტანტინე მოდებაძის თაოსნობით მევენახეობა მეღვინეობის ინსტიტუტთან ერთად 1942 წლიდან ჩატარდა სამუშაოები ისტორიული ღვინოების აღსადგენად. სხვა ცნობილ ღვინოებთან ერთად აღადგინეს ცოლიკაური ოფჩაც. ოფჩას სახელწოდება მე-16 საუკუნიდან მოდის. სოფელი ორ ნაწილად, პირველ და მეორე ოფჩად იყოფა და მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, თბილისიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ახლა საკპატენტთან ერთად ღვინის გზა სოფელში ოფჩის ღვინის უნიკალურობის დასადგენად მივყვებით და ახალგაზრდა მეღვინის საოჯახო ვენახს ვსტუმრობთ. ბაია აბულაძემ დიპლომატიურ კარიერას მეღვინეობა არჩია, თბილისიდან ოფჩაში წავიდა და პატარა იმერულ სოფელში გაშენებულ ვენახში ძმასთან და დასთან ერთად ხუთი თაობის ტრადიციას აგრძელებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერების აღქმა არის ის თვალები, რომელიც მომავლის პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ზუსტად იცის, რომ რასაც აკეთებს, იმას მომავალი გააჩნია და არ ეშინია ცხოვრების და თუ გინდათ ესეთი თვალები, ესე თვალნათლივ დაინახოთ, უნდა ჩამოხვიდეთ ამ არაჩვეულებრივ სოფელში, რომელსაც ოფჩა ჰქვია და ბაღდათის რაიონს ეკუთვნის და ბაიას, გვანცას და გიორგის ჩახედოთ თვალებში და მერე მათ ვენახს გადახედოთ. ბაია, პირველ რიგში მოგესალმები, მიხარია, რომ გვეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და მოდი მოგვიყევით, საიდან დაიწყო სამი ესეთი ახალგაზრდა დაძმის დაინტერესება და სიყვარული იმერული ღვინით, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს და ვაფასებ. თავიდან მშობლებს ვეხმარებოდით და თამაშით ვუვლიდით ჩვენს ვაზს და ვენახს, თუმცა დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ მშობლებთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს. დღეს ჩვენ მუშაობთ 14 საექსპორტო ბაზარზე, მათ შორის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა შემდგომ ევროკავშირის უამრავ ქვეყანაში სთან მუშაობთ და ასევე აზიის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქედან წასულ ღვინოზე ვართ პასუხისმგებლები. ოფჩის მიკროზონა სუსტად დაქანებულ ფერდობებსა და მცირე ტერასებს წარმოადგენს. აქ კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ნიადაგის მორფოლოგია და მიკროზონის კლიმატი განათებულ გარემოს ქმნის. შემოდგომის თბილი დღეები და გრილი ღამეები კი გავლენას ახდენს ყურძნის ნელ, მაგრამ სრულ დამწიფებაზე, რაც ღვინო ოფჩას მაღალი ხარისხის გემოს ძენს, ფერსა და სპირტშემცველობაზეც აისახება. მეღვინეები ამბობენ, რომ ოფჩას წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს. გადამუშავება, ღვინის დამზადება და ბოთლებში ჩამოსხმა კი მხოლოდ ოფჩის მიკროზონის ფარგლებშია დასაშვები. ჩვენი ამოცანა არის, რომ ოფჩას მიენიჭოს უკვე სპეციალური სტატუსი, ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი, რომელიც იქნება არა მხოლოდ საქართველოში ეს სტატუსი, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ იმ ტრადიციულ მეთოდებზე, რომლითაც თქვენ ჭურში აყენებთ ღვინო ოფჩას. ცისკაცული კაური, კრახუნა, ენდემური ჯიშები არის ამ ადგილის და ყენდება თეთრი მშრალი მსუბუქი ღვინო. აი ორგანულობა ამ ღვინის ის არის, რომ ვენახი ხომ მიწაში იზრდება. აკაციის ბოძი, რომელიც მას იკავებს, ის რომ მიწაში იზრდება. ეს ჭურის ხომ სპეციალური თიხა არის მიწა, რიდანაც ის კეთდება. ეს არის ამის ორგანულობა, რომ აქ მას შეხება არ აქვს გარდა ორგანულისა და ის რომ ის მაცერაციას გადის ჭაჭასთან ერთად ჭაჭა ეხმარება დადუღებაში პირველ და მეორე თვითონ წმინდავს ჭაჭა აი ამ წვენს ღვინოს თვითონ წმინდავს და ყველაფერი მასა შემდეგ ქვემოთ დადის და ზემოთ ხოლოს სუფთა ღვინო რჩება. ეხლა დუღილის პროცესში ჭაჭა ზემოთ არის და ურევთ დღეში სამჯერ. აი ჩემო ბატონო. დუღილის პროცესში ზემოთ წამოღებული ჭაჭა. ოფჩა მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს ქარვისფერი ან წითელი. თეთრი ოფჩას ყვითელი ხილისა და ციტრუსის არომატი დაჰკრავს. წითელ ოფჩას კი კენკრის, მაყვრისა და შავი მოცხარის ტონები. როცა ვლაპარაკობთ მაგალითად ღვინო ოფჩაზე, უნდა წარმოიდგინო იმერელი გლეხი, ჭარმაგი, ცოტა გამხდარი, რომელმაც წინა დღეს ჭური გარეცხა, მეორე დღეს რთველი ქონდა, ყურძენი დაკრიფა, იშრომა, იჯაფა და საღამოს შებინდებისა შვილიშვილთან ერთად ჩადგა საწნახელში. და წარმოიდგინე ამ შემოდგომის მზით სავსე ცოლიკაურის მტევნეს წნეხს. და არ ყოფნის ეს ძალა, რომ გამოდენოს აქედან ეს. იმიტომ რომ გამხდარია შრომით. მაგრამ არ იღლება, იმიტომ რომ კი არ მუშაობს, ეფერება ამ თავის ღვინოს, რომელიც უნდა დააყენოს მტევნებს და შემდგომ აქვე იმერეთში გამომწვავ ჭურში ჩაასხავს და მიიღებს არაჩვეულებრივ ოფჩის ღვინოს, რომელსაც ასევე აყენებს არაჩვეულებრივად ქალბატონი ბაი. ჩვენი მხარე და ჩვენი პატარა იმერეთი ძალიან ლამაზი, გამორჩეულია თავისი ტერუარებით, თავისი ჯიშებით, სიმწიფის მჟავიანობის განსაკუთრებულობით და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო განსხვავებულ და მცირე წარმოების პროდუქციას იზრდება. ოფჩაში ჩასულები იმერული ღვინის დაგემოვნების შემდეგ დავინტერესდით თუ რამდენი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში 300,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ისტორიულად არსებობდა ოფჩის ცოლიკაური, რომელიც ესე ბრენდათაც კი იყო ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარეც უკვე გაჩნდა ამის ინტერესი, რომ რატომ არ შეიძლებოდა რომ ახვედგინა კიდევ ძველიად მივიწყებული ესეთი მხარის ღვინო ალბათ უფრო და ჩამოგვეყალიბებინა როგორც ადგილწარმოშობის ღვინო. იმერული ჭური არის იმერული ჭური და ის ვერ იქნება იმერული ქვევრი. აქედან გამომდინარეც ჩვენ შევიტანეთ ესეც და ძირითადად გვაქვს ესეთი მიმართულება, რომ როცა უცხოელებით ჩამოდიან ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს არის ჭურში დაყენებული ღვინო, იმიტომ რომ ეს არის მისი ავთენტურობა. ამჟამად ოფჩის მიკროზონაში 35 საოჯახო მარანი ფუნქციონირებს, რომელშიც ძირითადად ორგანულ ღვინოებს აწარმოებენ და წარმატებითაც ყიდიან. სოფელი ოფჩას ღვინის უნიკალური გემოს შესახებ დღეს შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. თუმცა ჩვენი ექსპედიციით იმაშიც ვრწმუნდებით, რომ ოფჩის მეღვინეობას დიდი პერსპექტივა აქვს. პატარა იმერულ სოფელს კი შანსი ცნობილი გახდეს ევროპაში. აი ასეთი არაჩვეულებრივი ადგილი, სოფელი და არაჩვეულებრივი მარანი აქვს. ბაიას და საერთოდ ბაი არის მისი დაცა და ძმაც და ზოგადად ოჯახი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება იყოს შენს მიწა-წყალზე გააგრძელოს შენი ოჯახის ისტორიული ტრადიცია და ამით მისაბაძი გახდეს სხვებისთვის და მადლობა მათ ამ რაღაცა მორალური და ზნეობრივი მაგალითისთვის.